მთავარი გამოწვევა, რაც ამ ბრძოლის წინაშე დგას, მებრძოლი ხალხის წინაშე დგას, არის უიმედობის განცდა. ხელისუფლება შეგნებულად მიზანმიმართულად ცდილობს დათესოს უიმედობის განცდა, რომ ბრძოლას აზრი არ აქვს. და ეს კითხვები გვესმის ხშირად, ხელისუფლება ზედმეტად ძლიერია, ხალხის გამოსვლას, აქტიურობას აზრი არ აქვს და კი არ ვეთანხმები, მაგრამ აზრი არ აქვს და მოდი გავჩერდეთ. პასუხი ეგ არის მაგ შემთხვევაში, თუ აზრი არ აქვს, ვერ მოვერევით, მაშინ მოდი გავჩერდეთ. და ზოგი ამას ყვება რაღაცა პესიმისტური ხასიათიდან გამომდინარე, მაგრამ ხელისუფლება ამ განცდის დანერგვაზე მუშაობს მიზანმიმართულად. მათ შორის შიდა კონფლიქტების არეულობების აგორებით იქ ხედავთ მთლიანად აი ეროვნულ ფლანგზე ყველას უპირისპირდება და ამას ხელისუფლება ახალისებს ამ თემებსაც, ასევე და დაქსაქსულობის შემხედვარე ხალხს უიმედობა უჩნდება და ამის გარდა უბრალოდ დემონსტრაცია ხდება იმისა, რომ ხალხის პროტესტს არ აქვს აზრი. და ეხლა მე მინდა ავხსნა სინამდვილეში რა ეფექტი აქვს ხალხის პროტესტს. აი ეს Eagle Hills-ის არაბული ქალაქების პროექტი უნდა დაწყებულიყო 26 წლის გაზაფხულიდან. ეს იყო ანონსი. მაგრამ ხედავთ, რომ ჯერ ჭიანურდება, ვერ იწყებენ. იმიტომ რომ ხელისუფლების ნაბიჯები ამ მიმართულებით არის ჯერჯერობით გაუბედავი და მოუქნელი. ხელისუფლება ერიდება ხალხში რიცხვის გამოწვევას. როცა გამოაცხადეს აგერ გენერალური გეგმის შემუშავება და ანონსეს ამ პროექტის ირგვლივ, ამას მოყვა უკვე ისეთი მუხტი და აღშფოთება, რომ ამის იქით არც რეკლამები ისმის, არც განცხადებები ისმის, ნაბიჯები მათი არის მოუქნელი და გაუბედავი, იმიტომ რომ მათ ეშინიათ ხალხის რიცხვის და ხალხის რისხვას თუ აზრი არ აქვს, მაშინ რას ერიდებიან, რატო აჭიანურებენ? ხალხის რისხვა მუშაობს შემდეგი პრინციპით. ჩვენ აგერ 3 თვის წინ ჩვენმა წარმომადგენელმა დუშეთის საკრებულოში მარინა ლაფანაშვილმა გაარკვია, რომ მორიგი უცხოური ებრაული კომპანია იქ გეგმავდა შეისყიდა ჰექტრობით მიწა და გეგმავდა დასახლების აშენებას და შეიტანა პროექტის მოთხოვნა საკრებულოში. ამაზე ჩვენ ავწიეთ ხმაური ინტერნეტში, დუშეთში ჩავატარეთ აქცია, შევხვდით იქაურ საკრებულოს და გამგეობის წარმომადგენლებს და დაუფიქსირეთ უკმაყოფილება და იქ მთავრობამ, ადგილობრივმა მთავრობამ რომ დაინახა, რომ უკმაყოფილება იქნებოდა დიდი, ეს პროექტი დაუბლოკა ამ ებრაელებს. უთხრა, რომ აი ეკოლოგიური მიზეზებით არ აძლევდა ნებართვას პროექტის განხორციელებაზე. და ეხლა კონფლიქტი აქვს იმ ეგრეთ წოდებულ ინვესტორთან, რომელიც ეუბნება, რომ აბა რისთვის მაყიდინეთ ეს მიწა, თუ ზედ სახლებს ვერ ავაშენებ და უცხოელებზე ვერ გავყიდი. და საბოლოო ჯამში ამ ებრაულ კომპანიას ეს მიწა ვეღარ გამოიყენებს და მოუწევს ისევ ქართველებზე გაყიდოს. იმიტომ რომ ხალხის პროტესტი და ხმაური იყო. შეიძლება ამ ზომის პროტესტი ეყო პატარა პროექტს, დიდ პროექტს რა თქმა უნდა ბევრად დიდი პროტესტი ჭირდება, მაგრამ პრინციპი არის ზუსტად იგივენაირი. პროტესტი მიგრაციის წინააღმდეგ, უცხოელების შემოდინების წინააღმდეგ მთელ მსოფლიოში მუშაობს შემდეგი პრინციპით. ის შემაკავებელი ეფექტის არის როგორც მთავრობის მიმართ, რომელიც ვერ დგამს გაბედულ ნაბიჯებს ქვეყნის გაყიდვის მიმართულებით,ერიდება დაზიანებას, ხან თვითმმართველობის არჩევნები უახლოვდება, ხან საპარლამენტო არჩევნები, ხან სხვა კრიზისია და eriდება დაზიანებებს, ასევე ეს პროტესტი თუ ის მასშტაბურია, შემაკავებელ ეფექტს იძლევა უცხოელების მიმართაც. უცხოელი ეგრეთ წოდებული ინვესტორი, აქ ჩამოსახლების მსურველი უყურებს, რომ ქუჩაში ხალხი არ ისვენებს, ქუჩაში ხალხი გამოდის და პროტესტს აფიქსირებს და უცხოელი ფიქრობს, ეხლა მე აქ რო ჩავდო, დაგროვილი თანხები, აქ ინვესტირება მოვახდინო, ეს მთავრობა მოუქნელია, მთავრობა ცვალებადია და ხალხის პროტესტი აღმავალი თუა ამ თემაზე. მე შეიძლება 5 წელიწადში აღარც არავინ გამიგრძელოს ბინადრობის უფლება და ის ჩადებული ინვესტიცია
ჰაერში დამრჩეს, გასაყიდი გამიხდეს ეს ყველაფერი ისევ ქართველებზე და ამიტომ მოდი არ მინდა და სხვა ქვეყანაში შევეცდები ვიპოვო ნავსაყუდელი. ეს არის პრინციპი, რომლითაც მუშაობს პროტესტი მიგრაციის წინააღმდეგ ყველგან. ამიტომ ნებისმიერი ადამიანი, ვინც გეუბნებათ ქუჩაში გამოსვლას და მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლას აზრი არ აქვს, არის ან შეგნებული მიზანმიმართული მავნებელი, ან უბრალოდ უჭკუობით მავნებლობას არის აყოლილი და ანტიეროვნულ ნაბიჯს დგამს ამის გამო. რა თქმა უნდა, პროტესტს აქვს უზარმაზარი ეფექტი. და ეხლა კონკრეტული გეგმა რა შეიძლება იყოს? რა თქმა უნდა, თუ სასწორზე დევს 7 მილიარდი და გორის ზომის ქალაქის მშენებლობა ერთის მხრივ და ეს არ არის მხოლოდ ერთი ქალაქი, ამაზე 4-ჯერ მეტი ბინა, როგორც პრემიერმა აღიარა, მხოლოდ 4 წელიწადში 60,000 ბინა გაიყიდა უცხოელებზე. 60,000 ბინა არის ქუთაისზე თითქმის 2-ჯერ დიდი ქალაქი, ერთად რო შევკრიბოთ. წარმოიდგინეთ მთელი საქართველოს მასშტაბით ქუთაისზე 2-ჯერ მეტი ბინა გაიყიდა უცხოელებზე 4 წელიწადში. ანუ მხოლოდ ეს 2 ქალაქი კი არ უნდა გავაჩეროთ, ქალაქები იყიდება უბრალოდ უბან, თბილისში, ბათუმში იყიდება უცხოელებზე. და რა თქმა უნდა, ამას დაჭირდება ბევრად დიდი პროტესტი. ოღონდ პროტესტის გზით ამ ყველაფრის შეჩერება არის შესაძლებელი და პრინციპი არის შემდეგი. ჩვენ უნდა ჩავატაროთ ძალიან მრავალრიცხოვანი აქცია 20 სექტემბერს. 20 სექტემბერს კი არ უნდა გაჩერდეს ეგ პროტესტი. კი არ უნდა წარმოვიდგინოთ, რომ ერთი გამოსვლით რამე მთავრდება. არამედ პროტესტი უნდა იყოს სტაბილური შინაარსის, თვეში ერთხელ, ან გარკვეული პერიოდში ერთხელ, პირობითად ვამბობ, თვეში ერთხელ მზარდი ხასიათის საპროტესტო აქციები უნდა ეწყობოდეს თბილისში. და ეს საპროტესტო აქციები, როცა პირველი აქცია დაუშვათ არის 20,000-იანი, მეორე 30, 60, მერე 100. ასეთი აქციების წყობას ვერც ერთი ხელისუფლება ვერ გაუძლებს, იმიტომ რომ ნებისმიერი ასეთი აქცია არის რეპუტაციული დაზიანება და იმედის გაჩენა მოწინააღმდეგე ხალხში, მასიური მიგრაციის მოწინააღმდეგე ხალხში. როცა ქუჩაში ხალხი ხედავს, რომ გამოდის უზარმაზარი ნაკადი პროტესტის მონაწილეების, იქ სახში მყოფი, შედარებით პასიური, შედარებით უიმედობაში მყოფი ადამიანიც ფიქრობს, ამ ბრძოლას აზრი აქვს და თუ დამარცხებისთვის განწირულ ბრძოლაში ძნელია ადამიანი გამოიყვანო, გამარჯვების შანსებს რო ხედავს, მან იმდენი დაემატება ამ პროტესტს, რომ უბრალოდ შანსი არ ექნებათ უკან დახევა მოუწევთ. გარწმუნებთ, ჩვენ რომ გარყვნილების პროპაგანდის წინააღმდეგ ვიწყებდით ბრძოლას, კიდე უფრო უშანსო ჩანდა ყველაფერი. კიდე უფრო ძნელი ჩანდა გამოწვევა. და დაგჭირდა ხანგრძლივი ბრძოლა, მაგრამ საბოლოო ჯამში მივიყვანეთ იქამდე, რომ დღეს ბევრს აღარც ახსოვს რა რეალობაში გვიწევდა 5, 6, 7 წლის წინ ცხოვრება. თვალსა და ხელშუა რო შეიცვალა პოლიტიკური ლანდშაფტი და გუშინდელი უკიდურესად ლიბერალური შეხედულების ძალებიც კი დღეს კონსერვატიული რიტორიკით რო იწონებენ თავს, ეს ბევრს თავისთავადი მოვლენა გონია, მაგრამ ამაში დიდი ბრძოლა ჩაიდო და მაშინ როცა ეს შეუძლებელი ჩანდა, ჩვენც რო ხელები ჩამოგვეშვა და გვეფიქრა რომ შეუძლებელიო, არაფერი ასეთი არ იქნებოდა მიღწევადი. ამიტომ გარწმუნებთ, როგორც მაშინ ჩანდა ძნელი, მაგრამ ბოლომდე მივიყვანეთ, ისე მივიყვანთ ამ ბრძოლას ბოლომდე, მაგრამ ამას დაჭირდება როგორც მაშინ ძალიან ბევრი ხალხის ჩართულობა. ეხლა კონკრეტული გეგმა რაშია? საერთოდ ბევრს წარმოუდგენია, რომ აქცია ორგანიზდება უბრალოდ აი ტელევიზიით გამოაცხადეთ და ხალხმა მოისმინა და ისეთი ტალღა წამოვიდა, რომ ვეღარაფერი აჩერებს. სამწუხაროდ სინამდვილეში ეგრე არ კეთდება. ყველა ჩვენი დიდი აქცია, რაც გახსოვთ, იყო ეს 5 ივლისი, შემდეგ 2 ივლისი, 8 ივლისი, თუ ბოლოს აგერ 9 დეკემბერს
გასული წლის ყველა ამ დიდ აქციას ჩვენი თანამებრძოლები აორგანიზებდნენ დიდი ხნის განმავლობაში. სახელებით და გვარებით კრებდნენ და აგროვებდნენ თავის გარშემო თანამოაზრეებს და საქართველოს ყველა კუთხიდან იქნებოდა ეს იმერეთი, აჭარა, სამეგრელო, სვანეთი, ყველა კუთხიდან ჩვენიანები დაიძრენ ისე რომ ჩვენ ვიცოდით სახელებით და გვარებით საიდან რამდენი კაცი მოდიოდა. და რაც თქვენ დიდი აქცია გინახავთ, იმ აქციების ნახევარზე მეტი ჩვენიანების მიერ მოყვანილი იყო ისე რომ ვიცოდით ვინ საიდან რამდენი მოვიდოდა. ამიტომ აქცია ორგანიზდება ასე. აი თქვენ ხედავთ ეხლაც მათ შორის ამ თემებზეც ხდება მოწოდებები, არის დიდი ნახვები, მაგრამ ხალხი არ იკრიბება, იმიტომ რომ ორგანიზების გარეშე ხალხი არ გროვდება. და შესაბამისად ჩვენ გვაქვს შემდეგი გეგმა. ჩვენ ვკრებთ თანამოაზრეთა ჯარს. ჩვენ ახლა თბილისში ყავს 1600 თანაორგანიზატორი. ჩვენ ვკრებთ თანაორგანიზატორთა ჯარს. დაახლოებით ერთი იმდენი ყავს დანარჩენ საქართველოში ერთად. და ჩვენ რაც გვჭირდება 5000 მაინც უნდა იყოს თბილისში და ერთი იმდენი დანარჩენ საქართველოში ჯამში. 10000 კაცზე უნდა ავიდეთ თანამებრძოლების, რომლებიც დაგვიტოვებენ სახელებს, გვარებს და ტელეფონის ნომრებს და პირობას, რომ აი მე აქ ვარ, ამ ბრძოლაში ვარ, აგერ არის ჩემი ნომერი და რომ დამიძახებთ, მარტო კი არ წამოვალ, თან წამოვიყვან გარშემო ისეთ ხალხს, ვინც მეგულება რომ ამ თემაში მზად არის გამოვიდეს და საკუთარი პოზიცია დააფიქსიროს. და როცა ეს ადამიანები 10000 კაცი თან წამოიყოლებს ზოგი 3, ზოგი 5, ზოგი 10, თბილისში იმხელა ტალღა გამოვა ხალხის, რომ ამის უგულვებელყოფა არც ერთ ხელისუფლებას აღარ შეეძლება. აი ეს არის ჩვენი გეგმა ეხლა და ამ გეგმის ალტერნატივა არ არსებობს. ამ გეგმას ჩვენ ბოლომდე მივიყვანთ ერთადერთი კითხვა იმაშია, რა დრო დაგვჭირდება, თუ ხალხის ჩართულობა იქნება სწრაფად და აქტიურად ეხლავე, მაშინ ჩვენ მალევე მოვახერხებთ იმის მიღწევას, რომ შეწყდება მასიური შემოსახლება უცხოელების, მაგრამ წინააღმდეგ შემთხვევაში უბრალოდ უფრო დიდი დრო მოგვიწევს ვიბრძოლოთ და უბრალოდ სამწუხაროდ ჩვენ ქვეყანას მეტი ფასი ექნება მაგ შემთხვევაში გადასახდელი. ამიტომ გეგმა რა არის? აი ეგ ახლა რამდენი ადამიანიც ვართ? პირობითად 300 ადამიანი. თითოს თანამებრძოლი რომ მოძებნოს, მოიყვანოს, დაარწმუნოს და ჩაწეროს ისიც ჩვენს რიგებში უკვე 300 კაცი 600 ხდება. შემდეგ იმ ახლებმაც თავის გარშემო რომ მოძებნონ ახალი თანამებრძოლები ერთი კაცი მაინც უკვე კიდე 300 კაცი ემატება. ამიტომ რაღაცა შეუძლებელს და რთულს კი არ ვლაპარაკობთ. ჩვენ ახლა თუ ყავს 1600 თანამებრძოლი თბილისში, აქციას რო ჩავატარებთ 20 სექტემბერს, ეგ რაოდენობა გასამაგდება, იქვე ჩავწერთ ახალ თანამებრძოლებს. იქვე გამოვაცხადებთ, ვიტყვით, ვინც ამ ბრძოლაში გვიერთდებით, თქვენი სახელები გვჭირდება და იქვე ჩავწერთ ახალ თანამებრძოლებს და ძალიან მალე ავალთ იმ რაოდენობაზე, რომლის გაჩერებაც იქნება შეუძლებელი. მაგრამ იმისთვის, რომ ეს პირველი აქცია იყოს საკმარისად მასშტაბური, რომ იმედი გადასცეს დანარჩენ საქართველოს, ჩვენ გვჭირდება ისეთი ხალხი, ვინც ახლა აქ ხართ, გულშემატკივრობთ ამ ბრძოლას, მაგრამ ჩვენ პირადად თქვენი საკონტაქტო ინფორმაცია თუ ჯერ არ გვაქვს, მობრძანდით აგერ ჩვენი მეგობრები, თანამებრძოლები ჩაიწერენ თქვენ სახელებს, გვარებს, ტელეფონის ნომრებს და თქვენი რაიონის წარმომადგენელი, ვინც არის, დაგიკავშირდებათ 20 სექტემბრისთვის და უბრალოდ გთხოვთ, რომ ამ ბრძოლაში თან წამოიყოლოთ, მოგვაძებნინოთ და აქციაზე მოყვანაში დაგვეხმაროთ ისეთი ხალხის, ვინც შეიძლება აქამდე გულშემატკივრობდა, მაგრამ ამ ბრძოლაში ჩართული არ იყო და გარწმუნებთ, ძალიან მალე ამ გზით მრავალჯერ გავზრდით იმ ხალხის რაოდენობას, რომელიც აქტიურია, რომელიც ერთმანეთს იპოვის, რომელიც ერთმანეთს შეაგულიანებს და საკუთარი სიმრავლით რიხს და გამბედაობას გადასცემს დანარჩენ საქართველოს. მოძრაობა არაბული ქალაქების წინააღმდეგ. დაგვიკავშირდით და ჩაეწერეთ ჩვენს რიგებში.